თქვენი საფირმო რა გაქვთ? რა? თქვენი საფირმო კერძი რა? გულის შუნტირება. საფირმო. აი წარმოვიდგინე უცებ კერძი რო იყოს გულის შუნტირება, რომელი კერძი იქნებოდა გულის შუნტირება კერძი რო იყოს. მუცლად ყოფნის პერიოდში მეოთხე კვირი და როცა გული ფორმირდება მერვე კვირის ჩათვლით, მერე დაიწყოს ფეთქვას და მოკლედ აი ამის მერე ეს გული აგრძელებს იმედი 100 წელი. გულიდან იწყება სიცოცხლე. მატარებელი მიყვარს ძველი მატარებელი რომ მეძინე ხოლმე რა ქვია. აი ეს ეს ხმა გზაურე ერთხელ ბავშვობაში. ყველაზე დიდი მეგობარი მაინც მეუღლეა რა ჩემს ცხოვრებაში. ყველაფერი მედიცინა 2x2 4 არ არის. კარგი ექიმი უნდა იყოს კარგი ადამიანი და წინა კვირას იყო ხინკალი მოუნდა და ესე იგი 100 წელი ხინკალი შევახვიეთ უსე. რა მაგარი. საფრის გაკეთებული. თელი დღე უნდა ხინკლის გაკეთება. მართლა ისეთია რა. ყველაზე რთული გასაკეთებელი კერძი. მოგესალმებით პირველი სამედიცინო პოდკასტიდან და გრძელდება ჩვენი ძალიან საინტერესო სტუმრების სია ბატონი მიშა მეტრეველით. ბატონო მიშა მოგესალმებით. ბატონი მიშა ალბათ ყველამ კარგად იცით რომ გახლავთ კარდიოქირურგი, მედიცინის დოქტორი და პროფესორი. ჩვენი წარდგენა. ბატონი მიშას რა თქმა უნდა მასპინძელი იქნება გიგა კოხრეიძე, ჩვენი კომერციული დირექტორი და დავით წინსკალაძე. დავით წინსკალაძე. ბატონის გარეშე გთხოვ თათა ამის შემდეგ. დათო და თათა წამყვანები. ჩვენ ბატონობით და ქალბატონობით არა, ჩვენ უბრალოდ ყველა წარდგენაზე ბატონს იძახდა სულ მინდოდა მეთქვა რომ აღარ გვინდა ბატონო ასე რა. მართალია. ესეთი ყალბი ვარ პოდკასტის ჩაწერის დროს. უბრალოდ ცრდილობიანი. მოგესალმებით, მართალია ბატონი დავითი. ბატონი თქვენ არ უნდა მიმართოთ და ჩვენ უცხო ხალხი მიმართოთ. მიხარია თქვენი კომპანიის წარმატება წინსვლა მე პირველი დღიდან ნაბიჯ როგორ ვითარდებოდით, როგორი იყო თქვენი მიღწევები, ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვადევნებდი, თვალს ვადევნებდი და ძალიან სასიხარულოა, როცა მეგობრობიდან დაწყებული, მე და გიგა უკვე 12 წელი, ხო? მოვიცავთ ესეთ მეგობრობას. შეიძლება მეც, ხო. და ესეთ დღეობით ერთ-ერთ წამყვან კომპანია თიკეცით და ვიხარია მოსმენა. ეს არის ძალიან დიდი დამსახურება იმისა, რასაც ქვია შრომა, რასაც ქვია ჯანსაღი გარემო და რასაც თქვენ ახალგაზრდებმა ერთდროს დაიწყეთ და მიაღწიეთ დღეობით საქართველოში აი იმ წერტილს, რომელსაც ბევრი სხვა კონკურენტი კომპანიები ხაზ გაუსვამს და კეთილი შურით შეიძლება შემოქმედოთ. მადლობა ბატონო მიშა. ძალიან დიდი მადლობა ასეთ შეფასებისთვის და ყოველთვის ძალიან მიხარია მე ყველაზე ნაკლებად ვიცნობ ხოლმე რა თქმა უნდა ექიმებს და ვისაც ვიწვევთ იმ ადამიანებს და სულ ყველა ექიმი აღნიშნავს იმას რომ ეს არის პირველ რიგში მეგობრობა, ჯანსაღი ურთიერთობები და ძალიან სასიამოვნოა ამ ყოველთვის მოსმენა და დიდი მადლობა თქვენს ამ ურთიერთობისთვის. პირველი ტრადიციული კითხვა გვაქვს ყველასთან და თქვენს ამ კითხვით მოგმართავთ პირველ კითხვას ამას დავსვამ როგორ დაიწყო თქვენი კარიერა, როდის მიხვდით რომ ექიმობა გინდოდათ და შემდეგ როგორ განვითარდა ეს ყველაფერი. ეგ ძალიან რთული კითხვა არის რა. ვაფშე არ მინდოდა ექიმობა ჩემს ცხოვრებაში. ისე დაიწყო ჩემი კარიერა. აბა რა იყო თავი ფაქტორი, რამაც გადაგაწყვეტინა? ეხლა ოჯახიო? არა. ეს ხო არ არის რაღაც მანქანის არჩევა რომ ყვითელი და წითელი. ნამდვილად ეგრე ესე იყო 90-იანი წლები, ეს კარგად ვიცით ყველამ, ასაკში ვინც ერთი ასაკის ვართ. მოკლედ ისეთი ცუდი პერიოდები იყო რა მაშინ და დავიბადე ბათუმში და გავიზარდე ბათუმში. მშვენიერი ქალაქია, საკურორტო ქალაქი. მაშინ ეს 90-იანებში ეს ბათუმი ცოტა სხვანაირი იყო კიდე და რაღაც ესე ცუდი პერიოდი იყო რა და ეს ხალხის კატეგორია იყოფოდა, ესე იგი თანამშრომლები იყო, მოკლედ
დღევანდელი პოლიციის მაშინ სხვა სახელით ვიცნობდით და რა სახელით? თანამშრომელი. მეორე იყო უშიშროების თანამშრომლები კიდე და მე ამ ორ კატეგორიას ესე იგი მწვანე ქონდა ყველგან თუ არა და იყო მესამე შავი სამყაროს წარმომადგენლები. დანარჩენი პროფესია ხა არსად არ ჩანდა და მე მეთქი უშიშროების თანამშრომელი ვიქნები მეთქი. მე ისე მოხდა რა ქვია რომ შავი თეთრი და წითელი. ასლანის გავლენა იქ. ასლანის გავლენა, ნუ ეხა ძალიან ესე ჩხუბები სულ რაღაცა ისე ძალიან ცუდი პერიოდი რა მოგეთ გახსენებას რო არ მინდა და ჩემო მშობლებმა მოკეთ არავ შენ ვარსად არ გაიშვებიო და უნდა ისწავლო აქ ბათუმში რა. ბათუმში რა უნდა გამეკეთები ახლა მე მინდოდა რომ ქვეყნიდან სადღაც წავსულიყავი რაღაც და ერთადერთი დავფიქრდი მე და მეთქი სამედიცინოს თუ ჩავაბარებ ესე იგი მე რაღაც პროგრამით შეიძლება სადღაც წავიდე მეთქი და აი ეგ იყო ჩემი მოკეთ სამედიცინოს ჩავაბარებ. მე ისე მომეწონა რა. მე სწავლა დავიწყე რა. სწავლა დავიწყე. მართლა ხო იმიტომ მომეწონა. ესე მოხდა რა მართლაც ესე 2004-ში წავედი მე საქართველოსთან და ესე ერთია თეთრი პროფესია. კი. და დღეს ალბათ რო შემეკითხოს მიუხედავად ამ საგიჟეთისა რასაც დღევანდელი ჩემი პროფესია მოიცავს თავიდან ბოლომდე არანორმირებული გრაფიკი აი არა ოჯახს მოგეთ ვერ უთმობ იმ დროს ალბათ ჩემი შვილები, ჩემი მეუღლე, ახლობლები ყველა. ალბათ ისე ავირჩევდი ამ სამედიცინოს რა. ეთქობა ექიმების რაღაც კატეგორია ნაწილი ცოტა ვერ არის რა, გარეკილები რა. მათ შორის მეც ალბათ რა. არ შეიძლება რა, ალბათ მე ასე ვფიქრობ რა, იმიტომ რომ აი მართლა ვიცი რა, აი 24 საათი ჩართული ხარ აი საგიჟეთში რა ისეთ სამუშაოს ასრულებ რომ განა რაღაცას ელი რა ამ სამუშაოსგან რა რომ აი რაღაც მოგივა ისეთი რა არა უბრალოდ გიყვარს ეს პროფესია და ან ხარ და ან არ ხარ რა მოკეთ ეგ არის რა თორე ღამის 2 საათამდე რომ საოპერაციოში იქნებ დილას 7-ზე მიყო და ეს იქნება ყოველდღიური გრაფიკი თითქმის რა ნუ არ არის რა ეს ბატონო მიშა ხო არ გააგრძელებდით იმ ისტორიას პაციენტის ხალათით ოპერაციის შესახებ არა ეგ მართლა ისეთი იყო რა მოგეთ 19 ნოემბერს გავიკეთე დილას 8 საათზე მივედი ოპერაცია რა ნაღლის ბუშტი მქონდა ამოსაღები და მოგეთ ლაპარასკოპიით გამიკეთე სადღაც მესამე დღე იყო პაციენტი მინიკოს ტელეფონს და ეს ოპერაციები ახლა დაგეგმილი გადავდე რა ისეთი ოპერაციები გადავდე რომელიც თან აი გადაიდობოდა რა გეგმიური ოპერაცია და პაციენტი მინიკოს ტელეფონზე ახლა მოკეთ აუხსენე მეთქი შეენჭერე მე რაღაცა ოპერაცია გავიკეთე და ცოტა ის აი თქვენი ნაღლის ბუშტის ოპერაციის დრო იყო ახლა ბოდიში უკაცრავად პირობდა აი მე ვკვდები გული მაწუხებს და თქვენ ახლა ნაღლის ბუშტის მერე რო გაკეთებიათ არ შეიძლება მე ვთქვი ქაბატონო კარგი მობრძანდით დაგაწმენთ არ არის პრობლემა აბა თქვენც წევ ხართ ამ დროს კი პალატაში ვიყავი რა მეოთხე დღეს ასე ვთქვათ რო გამწერეს იმ დღეს ჩავედი და გავაკეთე ოპერაცია რა სახშიც არ მესულ ხართ პირდაპირ ჩავედი არა ჯერ ოპერაცია და მე სახში ნუ აი ეგეს აი ზუსტად იმ ჩარჩოში ჯდება რომ აი ძალიან გიყვარს ეს პროფესია ან არა ხარ რა ვერ გაუძლებს ხანაირად ხო რა ეს და ამას ვერ გაიგებს ალბათ ბევრი რა იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა აი გვერდიდან გისმენდეს და ეს მართლა გიჟია რა ეთქობა რა ეფიქროს ჩემი შვილები მაგალითად აი ახლა ისე დაიზარდნენ რომ აი ეს ყველაზე ისეთი ოქროს პერიოდი მაგალითად ჩემ უმცროს ქალიშვილს მე ასე ვთქვათ წავართვი რა წავართვი ბჭყალებში მგაგებით რომ ალბათ მეტი დრო უნდა გამეტარებინა მეორესაც ხუთი შვილი ყავს და მეორესაც ალბათ ანალოგიური რა ეხა პატარებს უთმობ მეტ დროს რა თქმა უნდა ზოგჯერ უჯდებით ხოლმე მე და ჩემი უფროსები და მოკეთ ისე აზროვნებენ ეს ბავშვები უკვე რომ აი ბევრჯერ
და ამისვე საკუთარი თავისთვის კითხო, რომ აი შულები ისე გაგეზარდა ვერც კი შეავჩნია რა. მოკეთ არის რა რაღაც ნიუანსები რა. მოკეთ აი ეს იყო ჩემი პროფესია, აცდენილი გზა და რავი გამოვდექი მე მგონი ექიმათაც რა. ნამდვილად. ოჯახში ყავდათ ექიმი ვინ? არავინ არ ყოლია ექიმი. მე ხო გეუბნებთ აი მინდოდა საზღვარგარეთ წავსულიყავი ეს პერიოდი იყო 90-იანები ახლა სხვა გზა არ მქონდა და აი ჩემი პატარა ჭკუით ახლა მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი და დავგეგმე თავად ჩაყობარებ მე გაცვლითი პროგრამა რაღაცა და წავალ მეთქი რა. და რომელ ქვეყანაში იყავით? მე ჯერ მოსკოვში მივიღე რეზიდენტურის პროგრამა განათლება, მე პოლონეთში, მე ცოტა ხანი ბელგიაში და მოგეთას მოვიარე. მაინც ყველაზე დიდი სკოლა რომელი იყო, ასე ვთქვათ? ძირითადი ბაზისი, აი და ბევრი საშუალება, სწავლის პროცესში მოსკოვში მივიღე, იმიტომ რომ კურსოვსა ქირურგიის ინსტიტუტია, ბაკულევის სახელობის, სადაც ლეო პოკერი იყო ლამ კარგად იცით, დირექტორი იყო და მოგეთ აი იქ ძირითადი ბაზისი, მოგეთ 8 წელი ვიყავი და იქ ვისწავლე, ასე ვთქვათ. მე უკვე პოლონეთში ჩემო მასწავლებელმა მომეცა იმის საშუალება, რომ აი ფრთების შემოსხა და მეფრინა რა, უკვე იქ უკვე თავისუფლება გაქვს რა, თავისუფლება მქონდა, იმიტომ რომ უკვე ლიცენზირებული ქირურგი ვიყავი, კონტრაქტით ვიყავი. დასული და იქ ოპერაციებს ვაკეთებდი რა. მოკეთ ანუ შეიძლება იყოს რომ კარიერა მოსკოვში დაიწყეთ თუ არა, სწავლება დავიწყე რა, არის პირველი ნაბიჯები რა, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ოპერაციები მოსკოვში პირველი ოპერაციები იქ გამოკეთებინეს მასწავლებლებმა, ვინც მას ყო და მე უკვე ანუ მეორე ნაბიჯი იყო უკვე როცა წავედი პოლონეთში, იმიტომ რომ იქ აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთების შანსი და საშუალება მომეცა რა. მე უკვე ყოველ წელიწადს ხელოვნდებით არ არსებობს კარგი ექიმი თუ ყოველწლიურად და წელიწადში რამოდენიმეჯერ არ მისდია ნაბიჯ არ თანამედროვეობას არ აუწყო ფეხი, რა თქმა უნდა, მედიცინა ესე დარგია, რომ ყოველ წელიწადს უამრავი კომპანიები მხოლოდ იმისთვის ზის, რომ რაღაც ახალი მოიგონო. აი რობოტი, რომ ოპერაციას შეასრულებდა, ეს არავის არ დაესიზნებოდა 10 წლის უკან, მაგრამ დღეს რობოტი გულის ოპერაციას აკეთებს და აკეთებს ნებისმიერი სირთულის ოპერაციას, ხო? ეს დაიხვეწა, გათვლა, განვითარდა ბიოფიზიკა ყველაფერი და ამიტომ აქედან შენ ექიმი თუ არ ისწავლე, თუ არ აუწყო ფეხი არაფერი 10 წელიწადში ისე ჩამორჩები, რომ შეგიძლია მერე სახში დახვიდე და დაჭდე რა. ეს არის რეალობა. გისმენთ ბატონო გიქ. თანამედროვე სამედიცინო სისტემა ეხლა რაშიც მოღვაწეობ და კარდიოქირურგია კიდე ამ სისტემის აი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ნაწილია. რა შეცვლით ამ კუთხით? რა შევცვლიდი? ხო. მე ტყუილები არ მიყვარს და არც დამალული არ მიყვარს არაფერი. აი პირველ რიგში ჩემი გადასაწყვეტი რო იყოს ჯანდაცვის სისტემას ასე ვთქვათ გავაძლიერებდი თვითონ აი როგორ ვთქვა სტრუქტურას რა ასე ვთქვათ რა აი უყურეთ როგორი თემა არის მე ვარ დეპარტამენტის უფროსი რა აი სადაც მუშაობ ხა ამერიკული ჰოსპიტალი და გულის ცენტრის ხელმძღვანელი ვარ ჩემ თანამშრომელს როცა რაღაცა ჭირდება აუცილებლად კითხვით მოდის ჩემთან რა ანუ შემდგომი რაღაც ორგანო არსებობს და იმანიც ის რომ თუ რაღაც ანუ მიშამ უნდა გამცეს პასუხი ხო აი ჩვენი სისტემა რო ავიღო ჯანდაცვის სისტემა რა მე მაგალითად ძალიან მინდა რომ ჩემი მინისტრი იყოს ექიმი რა იმიტომ რომ გამიჭირდება რაღაც კუთხით რა რაღაც ასპექტში აი აუცილებელი არის რომ ეს დისკუსია გაიმართოს ექიმმა გამართოს ექიმთან რა აი თქვენ გახსოვთ 520 დადგენილება როცა შემოვიდა საქართველოში ძალიან ბევრი დისკუსია, ბევრი ასოციაციები გამოვიდა, რომ ეს ასე არ შეიძლება, ასე ანუ თქვენს მომსმენი ჭირდება, ხო გამგონი ჭირდება რა, ანუ თემა რა არის ძალიან ბევრი დაავადებები, კოდები, რომელიც არის აუცილებლად სადისკუსიო
მაგალითად რეანიმაციას აი დღეს არის ძალიან ცუდად დაფინანსებების კუთხით მოხსნილი აქვს რაღაც დაფინანსებები, იმიტომ რომ არ შეიძლება აი ორი პაციენტი რო ავიღოთ, ორივეს მაგალითად გაუკეთეს შუნტირების ოპერაცია. ერთი გართულდა სიტყვაზე და მეორე ჩვეულებრივად გაეწერა რა. როცა გართულდება პაციენტი, იმას რა თქმა უნდა მეტი ხარჯი აქვს. მეტი შრომა ჭირდება. ანუ აი ესეთი გამონაკლისები, აი ესეთი არასტანდარტული სიტუაციები აუცილებლად უნდა იყოს განხილული და გათვალისწინებული. რა თქმა უნდა რა, არ შეიძლება რომ ყველაფერი მედიცინა 2x2 არ არის სამწუხაროდ. ანუ მედიცინა არის ის დარგი, რომელიც მუდმივად არის ძიებაში, კვლევაში, განვითარებაში, მედიცინას აუცილებლად ჭირდება ყოველდღიურად რაღაც ახალის დამატება და ანუ ეგ არის რა მე პირველ რიგში შევცვლიდი ამას. აუცილებლად მეორეს ასაც გავაკეთებდი ექიმებს შორის გრადაციას, იმიტომ რომ აუცილებელი არის მაგალითად თუ არის ექიმი თავისი მიღწევებით, ექიმი თავის თავზე უნდა შრომობდეს არა მარტო მხოლოდ აი ქირურგიით თუ თერაპიული კუთხით, არამედ ის უნდა წერდეს უამრავი თეზისი, ჟურნალებში უნდა მიიღოს მონაწილეობა სტატიების სახით, კონფერენციებზე განვითარება, რა თქმა უნდა. ექიმი თუ თავის თავზე ამ შრომას არ იღებს და არ ვითარდება, რა თქმა უნდა, აი აქაც მეორე და არის ექიმები დღეს, როცა ამას აკეთებს და არის ექიმები, რომელსაც აი არის ბოლოს შეიძლება 15 წლის უკან დაწერა რაღაცა ისიც ჭირდებოდა თუ კი დისერტაცია აქვს დაცული, ხო? ანუ აი ამათ შორის უნდა იყოს გრადაცია აუცილებლად რა, იმიტომ რომ ეს არის ექიმი, რომელიც მისდევს ამას ყოველდღიურად ვარჯიშობს, შრომობს, მეცადინეობს და არის რომელიც ჩვეულებრივ რუტინაში ზის. აი ეს დაზუსტება ეს გრადაცია არის გერმანიაში, ეს არის იტალიაში, საფრანგეთში, ყველა ევროპის ყველა წამოყვან კლინიკებს აქვს რა და სახელმწიფოებში და ეს გრადაციას აკეთებს სახელმწიფო, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, გრადაცია და რა არის მიზანი ამის, რომ გრადაცია რაზე აისახება? ჯერ ერთი რომ გრადაცია უნდა აისახოს თუნდაც ხელფასზე. ანუ ექიმებს შორის, ანუ აი მაგალითად მე და თქვენ სიტყვაზე მე 2006 წლიდან ლიცენზირებული ქირურგი ვარ და თქვენ გუშინ დაამთავრეთ სიტყვაზე ვიძახი მე და თქვენ თუ გავაკეთებთ ერთ და იგივე ოპერაციას თქო სიტყვაზე ერთ და იგივე ხელფასს არ უნდა მივიღოთ ალბათ რა. ეგ მაინც კერძო ბაზარი არეგულირებს თუ არა? ამიტომ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო მაგ დონეზე და უნდა დაარეგულიროს. არა, ნახეთ მე რა. ანუ დღესდღეობით ჩვენ სახელმწიფოში როგორ არის რა ჯანდაცვის სისტემას, ანუ სამწუხაროდ, ოდესღაც მოხდა და ეხლა ვიღარ დააბრუნებ, კერძო სექტორში გადავიდა კლინიკების 99%, ხო? და ამიტომაც არის სამწუხაროდ, რომ დღეს აი ვეღარ ერევა რა, ეს თქვენია პირადია და მე ვერ მიგითითებ ვერაფერს, მაგრამ შეუძლია გრადაცია დაყოს სხვანაირად უკვე. არ მეუთითოს უკეთეს შენ დათოს, ირაკლის, მიშას რა ხელფას დაუნიშნო, მაგრამ შეიძლება მისი განვითარების კუთხით დაყოს თუნდაც ეს გრადაცია. ანუ რაღაც უნდა გამოიკავოს. ანუ თუ არ მოხდა ფუნდამენტალური რაღაც ცვლილებები სახელმწიფოში რა. დღეს არ არსებობს უკვე რეალურად ბევრი რაღაცა რა, რომელიც ამიტომ აი ამ კუთხით რა თქმა უნდა ბევრი რაღაცა არის გამოსასწორებელი, ბევრი არის გასავლელი თუნდაც იგივე ასოციაციებთან, იმიტომ რომ ეს ხალხი თავის დროზე რაღაცებს მან ნამდვილად ძალიან დიდია ასოციაციის როლი რაც მოხებით. მიშა, შენი აზრით აი თვისება, ან თვისებები, რომელიც კარგი ექიმს უნდა ახასიათებდეს. კარგი ექიმი უნდა იყოს კარგი ადამიანი და მე რა თქმა უნდა. მე მგონი ყველა პროფესიაში ეგრეა. ყველა პროფესიაში ეგრეა, რა თქმა უნდა, ადამიანი უნდა იყო რა, მოგეთ აი აქ. და რაიმე არის ისეთი სპეციფიური, რაც კარგი ექიმს. მე მთლად ვერ დაგეთანხმებოდი მაგ აზრში, მაგრამ ხო, ყველგან პრინციპი ის რომ პროფესიონალი რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ახლა მოვითხოვთ ხა ის კაი ადამიანი იყოს, თავარი პროფესია კარგად შეასრულოს. თორე რა თქმა უნდა, ვისურვებდი რომ ყველა კარგი ადამიანი იყოს ბუნებრივია. ნუ ალბათ ჩვენ ვისურვებთ. მიშა, რა მოინტერესებს, რატო აირჩიეთ კარდიოლოგია და ცოტა დილეტანტურ კითხვას დავსვამ. არ არის რა თქმა უნდა პირდაპირ ანალოგია, ხო? დავუშვათ რამე
მანქანები ძალიან მიყვარს და მაგ სფეროშიც მიმუშავია და ამბობენ რომ ავტომობილის გული არის ძრავი. არის თუ არა გული ადამიანის მთავარი ორგანო და აქ არის გარკვეული ესე ვთქვათ წარმოსახვითი გაგება ხო რომ გულით ნათქვამი ან ამ რაღაცის გული რომ თითქოს გული არის მთავარი და მთავარ გზნობას უკავშირდება და ამბობენ რომ როდესაც რაღაც გადაწყვეტილებს იღებ რაციონალურად გინდა გულში მიყვარხარ დეტვინით რაციონალურად თუ გინდა და როგორც მგონია ადამიანები მაინც ყველაზე ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მაინც ემოციებზე დაყრდნობით იღებენ რაც გულს უკავშირდება შეიძლება ხა რაღაც ფილოსოფია და რაღაც ანატომია ერთმანეთთან დავაკავშირე მაგრამ აი რატო აირჩიეთ კარდიოლოგია და სიყვარულთან რო არის გული გაიგონებული ხო და გული ის არის სტენტი და მე უკვე რა სიტყვით კარდიოქირურგია რატო ავირჩიე ახლა მაგას ცოტა თავისი ის აქვს და მოკეთ ძალიან ფაქიზი ამბავი რა თქმა უნდა რთული დარგია საკმაოდ რთული დარგია იმიტომ რომ კარდიოქირურგია არ არის მარტო აი გულთან ასოცირებული კარდიოქირურგია კარდიოლოგია მოიცავს რომ უნდა იცოდე კარგად ფიზიოლოგია პათოფიზიოლოგია ანატომია და მთელი ორგანიზმი და იმიტომ რომ ჩვენი ოპერაციების დროს როცა ჩვენი ოპერაცია მიმდინარეობს მთელი ორგანიზმი იღებს თანაბრად მონაწილეობას რა იმიტომ რომ ადამიანი მანარკვეშია შენ გაქვს სრულად მონიტორირებული თავის ტვინიდან დაწყებული ყველა ორგანო რა თუ რომელიმე ორგანომ გიმტყუნა, გინდა კარგად გააკეთეს ოპერაცია, გინდა ცუდად გააკეთეს, შედეგი ერთ და იგივე დაგიდგება მერე რა. ამიტომ გული მართლაც არის ის ორგანო, რომელიც ერთი წუთით, ერთი წამით არ ჩერდება და არის. სხვა ორგანოები პრინციპში არის, რომ მაინც მუცლად ყოფნის პერიოდში მეოთხე კვირი და როცა გული ფორმირდება მერვე კვირის ჩათვლით, მერე დაიწყებს ფეთქოს და მოკლედ აი ამის მერე ეს გული აგრძელებს იმედია 100 წელი. გულიდან იწყება სიცოცხლე. მაგრამ არანაკლებ ისეთი ორგანოა თავის ტვინის, ხო? ანუ თავის ტვინის ცენტრია, რომელიც ბევრ რაღაც არეგულირებს, ღვიძლი, რა. ღვიძლის საკმაოდ ასევე თირკმლის, ამიტომ მთელი ორგანიზმი ადამიანის ისე არის მოწყობილი, რომ ყველა ორგანო ძალიან მნიშვნელოვანია, რა. მაგრამ გული მაინც ახლა ჩემთვის საყვარელი ორგანოა, იმიტომ რომ მე გულის ექიმი ვარ და გულზე მუშაობ. მაგრამ ყოფილა ბატონო მიშა ესეთი შემთხვევა რომ უცებ მოგდომებიათ რომ აი წამოხვიდეთ აქედან საერთოდ შეეშვათ ყველაფერს დღესაც არ რატო ყოფილა და მე რამ გადაგაფიქრებინეთ და საწახვიდოდით რომ წამოსულიყო რომ წავსულიყავი ალბათ ისო მოუტრიალდებოდი და ესე შევიდა მაგრამ არა იღლები რა ადამიანი ყველა ადამიანს ყველა სამსახურში აქვს რაღაც ისეთი მომენტი რომ აი რაღაცა რთული кейსია, რთული სიტუაცია და აი რაღაც დონეზე ძალიან გადაიღალე და ყოფილა ნუ აი რად გიგირს ეს და აი მოდი რა დაისვენე წადი რა ოჯახში და მოკეთ რაღაც სხვა გააკეთე და აი უამრავი რაღაცაა რა ჩვენ ქვეყანაში სხვა გასაკეთებელი მაგრამ მეორე წუთში მე რომ შვიდდები და ეს ამაზე უკეთეს ვერაფერს ვერ გავაკეთე და უცებ მიდიხარ და მე ისე თავიდან გინათდება ეს ყველაფერი. ან თქვენი საქმე სიყვარულმა მიგაგონა. ხო რა, რა თქმა უნდა რა, გიყვარ შენი საქმე და მაგიტომაც ხარ ესე რა, რო არ გიყვარდეს აბა არ გაჩერდები რამდენი წლების განმავლობაში რა. ანუ ცოტა ისეთი ის არის რა აქ. კი ბატონო. როცა ყველაზე რთული პერიოდი გაქვს, თუნდაც სამსახურში, თუნდაც პირად ცხოვრებაში ყველაზე პირველი ვინ გახსენდებათ ვისთან გინდებათ საუბარი ამ დროს? იცი ზოგადად აი საუბარი არ მიყვარს ხოლმე ჩვენ მეუღლეს სულ მოგეს მეჩხუბება რომ მივდივარ რა სახში აი რა აი იმიტომ რომ ახლა ჩემ ის პრობლემა რომელიც არა უთქმელი არა ვარ აი შემიძლია სხვა რაღაცაზე გადავიტანო რაღაცა სხვა უთხრა მე ვთვლი ესეთ რაღაცას რომ თუ მაგალითად მე პრობლემა მარტო მე მეხება ეს არის ჩემი პრობლემა რა და ანუ ყოველად კიდე რომ სხვას მოახვევ ამ პრობლემას ან ინერვიულებს ან შეიძლება სულ არ ინერვიულოს და ერთ ყურს შეუშვოს მეორეში გამოშვა ამიტომ რაღაცნაირად მირჩევნია რომ ეს ჩემი პრობლემა თუ არის მხოლოდ მაშინ იყოს ჩემი პრობლემა რა ეგეც პასუხი ანუ საკუთარი თავი ხო გახსენდება რა იმიტომ რომ მე ვჯერ დამჯდაროა რა მაგ შემთხვევაში გამარტოება ყველაზე იდეალური გამოსავალია რა დაждები მარტო ისე რომ არავინ არ გისმენდეს და შენ საკუთარ თავს უსვამ მკითხვას რა აი აქ დაუშვი შეცდომა და რა შეცდომა დაუშვი და იგივე შეცდომა შენზე გულახდილად პასუხს ვერავისგან ვერ მოისმენ რა ანუ
თუმცა ყველაზე დიდი მეგობარი მაინც მეუღლეა რა ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ რას შევძელი, რისთვისაც ვიბრძოლე, ერთი წუთი, ერთი წამი არ ყოფილა, რომ აი ჩემს გორით არ ყოფილიყო რა. ამიტომ ალბათ ჩემი მიღწევის 99% მას ეკუთვნის. იდეალურია. ამიტომ რომ მაგარია. მიშა ბათუმი როდის გიყვართ, ესე ვიტყოდი. იმიტომ რომ მე ბევრი ბათუმელისგან გამიგია, რომ ზაფხული არ უყვართ ბათუმში. ანუ ეხლა თქვენი დამოკიდებულება როგორია? გეტყვით რა. ახლა მე ბათუმში დავიბადე და გავიზარდე, ბათუმი არის ქალაქი, რომელიც მუდმივად გიყვარს რა. ხშირად გქონია ჩემს ცხოვრებაში აი ზღვის შრიალი კურსში რო ჩაგესმის რა და აი გამიგვიძია რა, ამიტომ აი ეს რაღაცა მესმის და ამედია ბილეთი საზღვარგარეთაც ყოფილი გადმოფრენილი ყავი შაბათი კვირას გავატარებდი თან ხოლო ზღვაზე გავიდოდი ეს ადიალას გავფრენდი ასე ვქო ენერგიას მივიღებდი დოპინგს და მე წავიდოდი რა ანუ მაგრამ ეხლა რო ვთქვა რომ აი ზღვაზე ბანაობა მაგრამ იყოს რა ეთქობა აი ბათუმლები უფრო აი ნაკლებად გადიან ზღვაზე საბანაოდ რა ანუ ვიდრე ახლა იმიტომ რომ ხალხი რომელიც ჩამოდის დასასვენებლად ის იდეა ფიქსი ჩამოდის რომ უნდა წავიდეს ზღვაზე და ბათუმლებში ჩვენ ზღვა ყოველთვის იქ ქონდა რა და აი ეს ხანაერად ხო ანუ ხშირად ჩადიხართ ხოლმე ახლა კი ყველა შაბათ-კვირას თითქმის ბათუმში ვარ ბათუმი არის უფრო აი ურთიერთობის ქალაქი რა აი რთული არის დაიბადო ბათუმში და მე ყველანაირი ურთიერთობა მოწყვეტო ვერ გამოგივა რა ეგრე რა ანუ ჩემი ახლა ძმა იქ ცხოვრობს დედაჩემი და მამაჩემიც ბათუმში ცხოვრობს ჩემი ძმის ოჯახი მოკეთ აი ყველა ჩემი საახლობლო ჩემი ბავშვობა იქ არის და იქ სულ სხვა სიტყვა მაქვს რა ბათუმთან ასოცირებული რა ანუ იქ არ არსებობს რომ ჩავდივარ აი რაღაც მარტოობის შეგრძნება არ არსებობს აი რაღაც სიცივის შეგრძნება რაღაცა ისეთი რა რაც ჩემთვის მეუღებელია იქ ისეთი რაღაც შეგრძნება გეუფლება რომ ჩადიხარო თითქოს აი გაბრუნდი რა ხო რა პირველი რაგაც მიირთმევთ ხოლმე რომ ჩადიხართ ამიტომ ბათუმი ეხა ვიღაცამ რომ მითხრას, აი სად იცხოვრებდიო რა, ჩემი ნება რო იყოს, დღეს ბათუმში წავიდოდი და ვიცხოვრებდი რა. უბრალოდ ეხა ბავშვები იმდენად იცვალა ხო ბათუმისა? შეცვლილი არის ძალიან. მე ძველი ბათუმი მირჩევნია. რა, აი ძველი ბათუმი მირჩევნია თავისი ურთიერთობით და ყველაფრით რა. თქვენი გვარი არის რაჭული. რაჭასთან თუ გაქვთ რაიმე შეხება? სამწუხაროდ არა რა, იმიტომ რომ მოკეთ ჩემი პაპის დიდი პაპა თავის დროზე ნუ რა თქმა უნდა უცხოეთიდან არის ხო რა ანუ 4 ძმა მოკლედ და მე აქეთ დასახდნენ სამწუხაროდ 2008-ში რომ დაუკარგეთ ტერიტორიას ლიახვის ხეობა აი მანდიყვნენ და მოკლედ არანაირი ის არ აქვს კავშირი რა ეს რაჭასთან თუმცა მაგრამ სიდინჯე გაქვთ რაჭული სიდინჯე რაჭული სიძე გინდოდა საუბარი შეგიძლია მიაღო. ხო, ანუ აი ყველაზე მეტად თბილისში როცა ხართ აი გადაღლილი ყველაზე მეტად რომელი კერძი გენატრებათ ხოლმე. ან რაჭული, ან აჭარული. ხაჭაპური. აჭარული. აქ ხა მონატრებით არ მენატრება ხო. იმიტომ რომ ხშირად ჩადიხართ. არა, ანუ უყურეთ როგორი თემა არის. ზოგადად ჰობი მაქვს მე კულინარია რა. მაგრამ ვიყვარს და სახში ბავშვები დაგვიკვეთოს მე და ჩემი მეუღლეს და რაღაცებს ვაკეთებთ ყოველთვის რა ამიტომ აჭარულ კერძებს ასო ვერ დასტალკა კარგად თქვენ კი ასო ხათხა მაგალითად წინა კვირას იყო ხინკალი მოუნდა და ესე იგი 100 ცალი ხინკალი შევახვიეთ უსე ხო რა და სახლის გაკეთებული თელი დღე უნდები ხინკლის გაკეთება მართლა ისეთია რა ყველაზე რთული გასაკეთებელი კერძი ქართული არა რა არის აბა ყველაზე რთული გასაკეთებელი კერძი რთული გასაკეთებელი გოზინა არ გოზინა გოზინაყით არ არის რთული ანუ ცაცივია მეგბარია
ოღონდ ისეთი საცივი როგორიც უნდა იყოს თავის გაწურული ხაშლა. ჩაკაფული ჩაკაფული არა, ჩაკაფული. ხოლმე ელარჯი ელარჯი ახლა რთულია, იმიტომ ყველას არის გამოუგო. აჩმა ძალიან რთულია, ბახრავა ძალიან რთულია. ქართული არა. რომ ხო რა. თქვენი აზრით ჩემი აზრით აი ვაზის ფოთოლში შეხვეული ტოლმა რა. იმიტომ რომ აი ძალიან რთული არის კარგად შეხვეულია ტოლმის ფოთოლში ყველა შეხვდეს, მაგრამ უნდა იყოს სრული, პატარა და ლამაზი რა. მაგასაც ამზადებთ? ერთი ზომის რა. ამზადებთ მაგასაც. ზემოჭაც კერძებიდან რომელი კერძი გიყვართ ყველაზე მეტად? მე ვიცნობ იქაუ კერძებს. მოკლედ აი ბორანო ძალიან მაგრამ მიყვარს. კაი მაღი ხო თუ რა. ბორანო, უნდა აი ბევრს ვერ შეჭამ რა. ანუ მსუქია ძალიან მსუქია და შეიძლება წელიწადში ერთხელ რაღაც შეჭამ. ბორანო? აი ძალიან. ეს არის გამდნარი ყველი, ფახმაროში წავდიან, ძალიან მაგარი რაღაცა რა, მაგრამ ძალიან აი ქოლესტერინია და სუქარი. ბევრი. მსუქია. კაი მაღი რა არის? კაი მაღი არის ნაღები რა, არაჟანის სკელი რა. ისგანაც ვერ კარგი. საკმაოდ ცხიმიანი კერძი და ძალიან გემრიელია რა სხვათა. თქვენი საფირმო რა გაქვთ? რა? თქვენი საფირმო კერძი რა? გულის შუნტირება. საფირმო. აი წარმოვიდგინე უცებ კერძი რო იყოს გულის შუნტირება, რომელი კერძი იქნებოდა გულის შუნტირება კერძი რო იყოს. აი ეგეთი. ბავშვებს უყვარს ხოლმე ხო შაკაფული და აი მაგას უკეთებ გაზაფხულზე რა, ეს ძალიან ის და მაგრამ უყვართ ქაბაბი, რავი რა, ყველაფერი რა მოკეთე. ვცდილობ რომ მეც და ჩემი მეუღლეც რა რომ აი ჯანსაკვებაზე იყოს შულები რა. ხორცი არის ერთ-ერთი გამომწვევი გულს იზავთო დაავადებების თუ არა? ანუ იმიტომ რომ არსებობს ეგეთი გავრცელებული აზრი. ანუ გულსაფრთხო დაავადების კი ბატონო ერთ-ერთი გამომწვევი არის ცხიმიანი ქოლესტერინა, ანუ ცხიმიანი ხორცი, მაგრამ გაცილებით უფრო მაღლა დგას ტკბილი რა. შაქარი. რა თქმა უნდა რა, ამიტომ მაგრამ ეს ორგანიზმზე არის კიდე დამოკიდებული და ფიზიკურ აქტივობაზე რა, თუ კი მაგალითად აი ხორცს ჭამ, მე მაგალითად ყოველდღე მიყვარს ხორცს თუ ჭამ რა, მაგრამ მე უნდა იყოს აქტიური რა ორგანიზმი რა, უნდა დაწვა ის კალორიები რა. შეიძლება სულ ჭამოს ხორცი ადამიანმა ქაში ჭამოს თქოს. მაგრამ მე კალორიებს ვერ წავდეს რა. ხოხდებით, ამიტომ აუცილებელი არის ვარჯიში, აქტიურობა, ფეხით სიარული, სირბილი და ველოსიპედი. ყველაზე კარგი ვარჯიში თქვენი აზრით რა არის? 8-დან 10 კილომეტრი დღეში ადამიანმა ჩანსამორა ფეხით უნდა ხო? გეთანხმებით. და ყოველთვის უნდა იყოს ცოტა მშიერი რა. წარმატება მიშა, რომელიც აი მიღწევა შენ ცხოვრებაში რა, რომელსაც გამოარჩევ. წარმატება, რომელსაც მე გამოვარჩევ. ხო. აი ერთი პროფესიული თუ ზოგადი? ორი. რო დააკონკრეტო. ან ერთი რომელიც მიღწევა, ხო. მე ვფიქრობ, რომ ჩემი პროფესია ალბათ მიღწევა არის რა, იმიტომ რომ ექიმობა მართლა ეხა სხვა პროფესიებისგან განსხვავებით გაცილებით რთულია. და კარდიოქირურგობა ალბათ კიდევ. და კარდიოქირურგობა უფრო მეტად რთული, ხო. იმიტომ რომ მაგრამ აი სხვა პროფესიის ადამიანი შეიძლება ითქვას, ხელოვანი ითქვის, რომ აი მოდი და დახატე, აბა ნახატე შენ თუ შეგიძლია რა. შეიძლება ნახატი ექიმმა ვერ დახატოს რა და ვერ გამოუვიდეს ისეთი საოცრება რა, რო შეხედავ, მაგრამ ნახატი თუ გაფუშდება ნახატი და აი აქ ადამიანის ჯანმრთელობა შეიძლება დაზიანდეს და შეიძლება ადამიანის რა თქმა უნდა, ხო, ანუ ყველა პროფესია ძალიან რთული არის რა ერთი სიტყვით, მაგრამ მე მაინც ვიტყვი, რომ ექიმობას განსაკუთრებული რაღაც ის ჭირდება რა, ალბათ ტალანტიც, ალბათ მონდომებაც, ალბათ საკუთარ თავზე ბევრი მუშაობა და ბევრი რაღაცაზე უარის თქმა რა. თქვენი აზრით უარი აი ის რომ 24 საათში ძალიან დიდ დროს აი 12 საათს და შეიძლება ზოგჯერ მე სატარებ
შენ პროფესიასთან ერთად და არა პირიქით ოჯახთან ერთად რა. ანუ ესეც ისეთი ისაა რა ბალანსი. თქვენი აზრით ვან გოგი როგორი კარდიოქირურგი იყო თავის სფეროში? ძალიან მაგარი. მართლა ძალიან მაგარი, იმიტომ რომ რა ვიცი. შესანიშნავი ნახატები აქვს. ვიცი რა ხთოვანებული ხართ ვან გოგის ნამუშევრებით, ამიტომ დაგისვით ეს კითხვა. გოგი იყო ვან გოგის მუზეუმში. მოგეთ ეგ ცალკე კურიოზია. ამსტერდამში ვეძებთ ვან გოგის მუზეუმს რა. დავდივარ აი ეს რუკაზე უყურებ აქ უნდა იყოს, აქ უნდა ახლა მე მუზეუმი წარმოვდგენ დიდი რაღაც მუზეუმი ვან გოგის მუზეუმი რაღაც ხო და შესასვლელში ალბათ რაღაც დაცვა უნდა იდგას იქ რაღაცა და განათებული გავჭრალ. თან ახლა რო ვერ ვნახე 1 საათი დავდივართ როქე და მე დავიწყეთ უკვე ხალხს ვეკითხებით რომ ვან გოგის მუზეუმი და თან ადგილობრივი და მოკიდე ეს ყველაზე აი დიდი გაცვლება რამაც გამოიწვია ადგილობრივი არის ის ვან გოგი ვინ არის ვან გოგი რა და ერთი მოხუცი ქალი რა ასაკში ალბათ იქნებოდა 75-80 წლის ასაკი ვან გოგის მუზეუმი აგერ არის რა და არის ჩვეულებრივი შესასვლელი ესე იგი სადარბაზოს გავს შედიხარ ამ სადარბაზოში ჩემს ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი თუ ვან გოგის მუზეუმი ესე გამოიყურება და გარ მოკლედ ეგეთი ისე ყო. როგორი დიდებულიც იყო ისეთი დიდებული მუზეუმი. გასაგებია. მოკლედ 64-ში რო ცხოვრობთ ეს ყველა მიცის. თქვენ დიდი ეზო ალბათ ცხოველებისთვის ხო 64-ია, მაგრამ ყველაზე დიდი მიღწევა ალბათ თქვენთვის არის 5 შვილია, რომელიც ამ უზარმაზარ ეზოს ამშვენებს. აი ერთი დღე რომ მოგვიყვეთ, როგორია თქვენი ვიცი რომ იშვიათად ხდება ხოლმე, მაგრამ თელ ოჯახთან როცა ატარებთ დროს როგორია თქვენი ერთი დღე. იმ 64-ში რომელიც მოიწყვეთ, არც ისე დიდი ხანია. ეგ ძალიან რთული ის არის რა მოსაყოლი, იმიტომ რომ ბავშვები, ხუთივე ბავშვი რო დაგინახოს, რომ სახლში ხარ, ხუთივეს უნდა თავისი აზრის გადმოცემა, თავისი რაღაცის გაკეთება და შენ უნდა იყო ერთდროულად ხუთივესთან რა, ხუთი უნდა იყო. ხო და აი ძალიან ისეთი ისა, თუ დაინახე რომ აი ერთს აქცევ ყურადღებას და მეორე ყურადღების სცენარის გარეშე დარჩა, აუ იქ იწყება უკვე ის რა ქვია, აი დაჟე იმაზე მივდივართ რომ მამიკო აი ეს რაღაცას რო დავიწყებთ თამაშს, აუ მამიკო ეს თამაში რა მოდი ეს ვითამაშოთ რაღაცა, მოდი ეს ვითამაშოთ დაჟე წაკითხვის დროსაც რა, ან ფილმის ყურების დროსაც თუ მაგალითად გიოს რაღაცა მოეწონა და დავიწყეთ აქ ელეს უკვე არა ეს და ხო რა თქმა უნდა ბავშვები სხვანაირად გადმოცემს სიყვარულს ჩვენ ალბათ დიდებს უკვე აღარ გაგვეჩნია ეს გადმოცემის უნარი რა ისინია ისეთი გულწრფელები აღარ ვართ თუ რატო? ალბათ ხო რა, იმიტომ რომ ცხოვრება ცოტა რთული არის და იმდენი დაბრკოლება, იმდენი მოულოდნელი ცუდი თუ კარგი სურპრიზი დაგვახვედრა ცხოვრებაში ყველა ჩვენთანაც მარტო მე არა თქვენც ასევე რომ ჩვენი გულწრფელობაც, ჩვენი რაღაც შეხედულებაც შეიცვალა რა და ის ელემენტარული ბავშვები აღარა ვართ რა ადრე ყველა ჩვენთანაც თოვლის ბაბუის გჯერავდა რომ მოვიდოდა და აუცილებლად საჩუქარს მოიტანდა მაგრამ დღეს არა მე ჩემს შულს უთხარი რომ თოვლის ბაბუა არ არსებობდა და მე ჩუქნიდი საჩუქრებს და ჩემი იყო მადლობელი და არა ვიღაც მოხუცი კაცის მერე და ფიქრობ ამის გამო ბევრი კრიტიკა კი მაქვს მაგრამ არ ფიქრობ რომ უნდა სჯეროდეთ თოვლის ბაბუების ბავშვები ასაკთან ერთად თავისით მიხვდებიან რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს და დედიკო და მამიკოა თოვლის ბაბუა მაგრამ მე გრინჩი აღმოჩნდი ამ შემთხვევაში არ ვამართლებ ჩემს პატარა ბავშვს ძალიან ჯეროდა და ეს უფროსები ეუბნებოდნენ რომ არ არსებობს და ერთ დღეს სახში დიდი ბუხარი მაქვს რა და კამერები მიყენია კიდე რა და მოკეთ ჩავიცვი ეს ღამე რაღაცა თეთრი წვერი გავიკეთე რაღაცა და ეს ფირქები ჩემოვდივარ ეს უფროსებმა გადაახსნა ხო და მე გადაუხვიე და აი თოვლის ბაბუა ხედავ ღამე ჩაბნელებაში მოვიდა საჩუქრები აკეთე თქვენ მეუბნებით არ არსებობს იმის მე ესე იგი თოვლის ბაბუა ნამდვილად არსებობს ხო მეუბნები მიშა რას ურჩევდით დამწყებ ექიმებს ან უფრო კონკრეტულად თქვათ კარდიოქირურგებს დამწყებ ექიმებს ურჩევდი იმას რაც საკუთარ თავს ცოდნის გაღრმავებას მუდმივად სწავლას განათლებას რაღაცის ახლის ძიებას და მიღებას რა იმიტომ რომ
უნდა განვითარდეს. არასდროს არ უნდა თქვას ექიმ არც დამწყებმა, არც დაწყებულმა და დამთავრებულმა, რომ აი მე ვიცი რა. ანუ ყოველთვის უნდა ეძიო ახალი და განვითარდე რა. ეს არის უმნიშვნელოვანესი. მეორე უმნიშვნელოვანესი რაც არის ხშირად ხდება ესეთი რაღაცა, რომ აი როცა რაღაც სტატუსზე მიდიხარ რა და უკვე ეს ექიმი ხარ, რაღაცნაირად ისე ქედმაღალი ხდები და გავიწყდება, რომ შენ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, როგორც პაციენტი და აი ეს არ უნდა დაირღვეს. შენ და პაციენტს შორის უნდა იყოს ხიდი რა, ადამიანობის ხიდი გადაველი, უნდა იყოს ურთიერთობის, სიყვარულის და რაღაცნაირად ნდობის ფაქტორი და არა ის, რომ მე ექიმი ვარ და შენ პაციენტი და ჩვენ შორის არ უნდა იყოს არასდროს უსწრაფო. აი ეს არის ძირითადი რჩევა. უნდა დავრჩეთ ადამიანებად, განვითარდეთ, ვისწავლოთ ბევრი. ერთი პროფესიული კითხვა მაქვს კიდე. ბევრს კითხები სხვა სტუმრებსაც. აი საქართველოში კარდიოლოგიის განვითარების დონე არის თუ არა, ასე ვთქვათ, მწვერვალზე. ანუ მაგალითად რეპროდუქტოლოგები ამბობენ, რომ საქართველოში ვართ ყველაზე ერთ-ერთ მაღალ დონეზე. შეგვიძლია თუ არა რომ იგივე ვთქვათ საქართველოში დავუშვათ, აი ვთქვათ გერმანიასთან შედარებით, ან არ ვიცი, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც ავიღოთ ალბათ. გეტყვით, გაგცემთ პასუხს. ანუ ისრაელის ალბათ თუ ვხდები კარდიოს მიმართულებით. საქართველოში ძალიან განვითარდა ბოლო 20 წლის, 30 წლის განმავლობაში მედიცინა ზოგადად და მათ შორის კარდიოლოგია და კარდიოქირურგია. რა თქმა უნდა, ექიმები ჩვენ ყველა ვისწავლეთ და ჩამოვედით და უბრუნდით ჩვენი პროფესიას დავეუფლეთ მერე საქართველოში და დღეს აი აქ ვმუშაობ და ვაკეთებთ იმას და ყოველწლიურად მივდივართ. ამ წელიწადში მაგალითად 3 გასვლა მქონდა ცოდნის სასამართლებლად და ეს ძალიან კარგია. მაგრამ ჩვენი ქვეყანა განვითარებულ ქვეყნებს როგორც არის გერმანია, საფრანგეთი, ისრაელი და ასე შემდეგ ჩამოვრჩებით ამერიკის შეერთებულ შტატებში. იქ არის რაღაცა გარკვეული ტექნიკური მხარდაჭერა, რომელიც სამწუხაროდ სრულად ჩვენ ქვეყანაში არ არის რაღაც გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა დაფინანსების გამო. თუმცა არის ტავის პროგრამა, აი ჯანდაცვამ ახლა ახალი წლიდან აჭარა სრულად დააფინანსებს, ამას ძალიან მაგარი ნაბიჯია, აი ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს მიღწევაა ჩვენი რეალობისთვის საქართველოში, ეს ძალიან მაგარია. მაგრამ არის ასევე მექანიკური გულის გადანერგვის პროგრამა, რომელიც არ დაძრულა საქართველოში ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ გულის უკმარისობის იშემიური კარდიომიოპათიები თუ რა უამრავი პაციენტია, რომელიც იღუპება. ტექნოლოგიების თუნდაც ერთი არ უნდა დაიღუპოს ტექნოლოგიური კუთხით, ანუ რაღაც თანხობრივი დეფიციტის გამო და ასე შემდეგ. აი ეს არის ჩემი პირადი აზრი რა. ეს ხელოვნური გული უკვე აპრობირებულია და რა თქმა უნდა წლების განმავლობაში შეიძლება იმუშაოს უბრალოდ და ახლა ისეთი თაობები შემოვიდა რომ ისეთი ევიდენსები დაიდო რომ აი მოგე ძალიან კარგი შედეგები და რა თანხებზია დაახლოებით მაგალითად გერმანიაში დაახლოებით 120-125,000 евро ჯდება სამწუხაროდ სავარაუდოდ მოიწვა არ არის ჩვენ ქვეყანაში ხო ანუ ბევრი რაღაც არის რა ასევე არის დამხმარე ტექნიკური აღჭურვილობა რომელიც აი თორე იდეაში ცოდნის იმპორტი ძალიან ძლიერად ხდება თქვენს მიერ რა შეიძლება ცოდნას და ადამიანურ რესურსს მე გეუბნებით რომ ანუ იდეალურად აი უმაღლეს დონეზე არის და პირიქით თუ არა არავის არ ჩამოვიდა სხვა შორის ჩვენი კომპანიაც ყოველთვის აქტიურად უჭერს ხარს ჩვენ პარტნიორ ექიმებს უამრავ კონფერენციაზე უამრავ გამოფენაზე ჩვენი დახმარებით მიდიან ცოდნას იღრმავებენ და მოვაქვთ საქართველოში რაც ძალიან გვახარებს. მე ძალიან კარგი არის ვიცნობ თქვენ კომპანიაზე და მათ შორის კარდიო ინტერვენციაში კი ბატონო და დანარჩენი კუთხით მე ვფიქრობ რომ ჩვენი მედიცინა საკმაოდ მაღალ დონეზე არის განვითარებული კარდიოლოგიაში და არა მარტო კარდიოლოგიაში. უბრალოდ არის რაღაც ნიუანსები რომელიც აი უფრო არის დაკავშირებული აი მხარდაჭერებთან. სამწუხაროდ კი არა საბედნიეროდ ყველაფერი ხო თანამედროვე რაც არის ტექნოლოგიებთანაა დაკავშირებული და მედიცინა კიდე ის უმაღლეს დონეზეა გადაჭარჭული რა აი მაქსიმალურად. კი. აქედან გამომდინარე კიდე ტექნოლოგიების დანერგვის გარეშე წინსვლად წარმოუდგენელია.
კი ბატონო, ისე ბატონო მიშა დროის მანქანა რო გქონდეთ, სად იმოგზაურებდით? წარსულში თუ მომავალში? წარსულში. და მაშინ და ბევრი რაღაცის შეცვლას შეგვიძლია. ალბათ ასე მგონია სწორი რა, თუ იმიტომ რომ გიჟად არ ჩაგთვლიდნენ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან მიუღებლობა გვაქვს ზოგადად მომავლის პერსპექტივები. დავამატებდი, რომელ ერთ ისტორიულ პიროვნებას შეხვდებოდით და ესაუბრებოდით დაუშვათ 1 საათი. რომელ ერთ ისტორიულ შეიძლება პიროვნებას. არც კი ფიქრიეთ ამაზე, არ მიფიქრია. ნუ სამი ვთქვათ რა, ვინც გასაგებია. ნამდვილად არ მიფიქრია მაგაზე, მაგრამ აუცილებლად შევხვდებოდი იმ ხალხს, აი 90-იანებში გადავიდოდი უკან და დაუსახავდი ამ შეფერა. მე ჩემი ქვეყნის ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ და დღევანდელი ვითარება ჩვენ ქვეყანაში რაც არის აი ჩვენი ქვეყანა აფხაზეთი სამაჩაბლოს გარეშე ძალიან მტკივნეული თემა არის რა. და ალბათ თუ ამ არჩევანს გავაკეთებდი ოდესღაც და ამას ავირჩევდი მხოლოდ ამის გამო რომ აი ეს გამეკეთებია რა. ტერიტორიები არ დაგვეკარგა. ხო რა. გასაგებია. ბლიცზე რო გადავიდეთ, კითხვას დაგისვამთ და კი ბატონო. ჩამწრელი კითხვები არ დავიშვა. არა, ძალიან მარტივი კითხვებია. ნიავი თუ წვიმის ხმა? წვიმის ხმა. მოგზაურობა მანქანით თუ მატარებით? მანქანით. თუმცა მატარებელიც მიყვარს, ოღონდ მატარებელი მიყვარს, ძველი მატარებელი, რომ მეძინა ხოლმე, რა ქვია. აი ეს ხმა მოგზაურე ერთხელ ბავშვობაში. ისე მანქანა მიყვარს ძალიან და აი მანქანით შემოვარტყავ მთელ სოფლიოს. საჭესთან გიყვართ? ძალიან მიყვარს. 17 წლიდან ვზივარ, უფრო ადრე, მაგრამ 17 წლიდან ოფიციალურად, როცა მართვის მოწმობა ავიღე. ჯაზი თუ როკი? ჯაზი. მუზეუმი თუ პარკი? მუზეუმს გააჩნია და პარკი ყოველთვის ლამაზია. კი ბატონო. მანქანა თუ ველოსიპედი? თუ მჩუქნი მანქანა მაჩუქი და ისე ორი ხოს და გააჩნია რა ხასიათი. ფილმი თუ სერიალი? ფილმი. გართობა სახლში თუ გარეთ? სახლში მერჩევნია. კი ბატონო. წიგნის წაკითხვა თუ აუდიო წიგნი? წაკითხვა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო მიშა. უღმესი მადლობა. მადლობა დიდი. ესე ვამთავრებთ ხოლმე. ბევრი მადლობა. ბევრი მადლობა. ეს ბატონი მრავალი ბერძნერი აკალიტელი. წასწრებით.